მოგესალმებით მეგობრებო, იასას დიგანეთე პოსისტე. როგორ ხართ, როგორ ბრძანდებით? Elpizo pos είσαστε όλοι σας καλά. იმედი მაქვს, რომ ხართ ყველანი კარგად και εύχομαι να είστε ακόμα καλύτερα და გისურვებთ, რომ კიდევ უკეთ იყოთ. დღეს ძალიან საინტერესო თემას გავაშუქებ, რომელიც გამოადგებათ, რა თქმა უნდა, დამწყებ ემიგრანტებს და იმათ, ვინც სწავლობს ბერძნულ ენას და იმათაც, ვინც უკვე დიდი ხანია იმყოფება საბერძნეთში, მაგრამ ამ ფრაზებში, ამ გამონათქვამებში გარკვეულ შეცდომებს უშვებს. მას ასე, როდესაც ჩვენ, ვთქვათ, გაცნობისას გვეკითხებიან, ყავთ თუ არა შვილები, შეკითხვა ჟღერს, რა თქმა უნდა, შემდეგნაირად, ehis παιδιά, ყავს შვილები, ან έχετε παιδιά? ჩვენი პასუხი შესაბამისად იქნება ναι, έχω παιδιά, დიახ, მყავს ბავშვები, შვილები, όχι, δεν έχω παιδιά, არა მყავს, თუ კი არა მყავს ჯერჯერობით, ხო, ამ შემთხვევაში. ეხლა, როდესაც მინდა ვთქვა, რომ გავაგრძელო ეს ფრაზა და დავაკონკრეტო, რომ დიახ, მყავს ერთი ბიჭი, ერთი გოგო. ამ შემთხვევაში ვიტყვი ναι, έχω παιδιά, έχω ένα αγόρι και ένα κορίτσι. ვინაიდან αγόρι, ასევე კორიცი, ეს ორივე სიტყვა არის საშუალო სქესის, გამომდინარე აქედან, როდესაც ერთ ბიჭს ან ერთ გოგოს ვამბობთ, მაშინ უნდა ვთქვათ ენა αγόρι, ენა კორიცი. თუ მყავს ორი ბიჭი, ორი გოგო, მაშინ ვიტყვი έχω δύο αγόρια και δύο κορίτσια. αγόρι, კორიცი, საშუალო სქესის სიტყვები, რომლებიც მთავრდება იზე, იოტაზე, უკვე მრავლობითში გადასვლისას მიიღებენ შემდეგ დაბოლოებას ია. ანუ αγόρια, κορίτσια. έχω δύο αγόρια, δύο κορίτσια. თუ მყავს სამი ან ოთხი ბიჭი ან გოგონა, მაშინ ვამბობ έχω τρία αγόρια και τρία κορίτσια, τέσσερα αγόρια και τέσσερα κορίτσια. რიცხვები 3 და 4 ბერძნულში ცოტა განსხვავებულია, მათ აქვთ ორი ფორმა, აქვთ ფორმა განსხვავებული მამრობითი და მდედრობითისთვის და განსხვავებული საშუალო სქესისთვის. როგორც გითხარით, სიტყვები αγόρι და კორიცი არის საშუალო სქესის სიტყვები, ამიტომ მათთან გამოყენებისას ვიტყვით τρία αγόρια, τρία κορίτσια. საშუალო სქესის სიტყვებთან 3 და 4 იქნება τρία και τέσσερα. დიახ, ეხლა რაც შეეხება როდესაც მათ გამოვიყენებთ მამრობითი ან მდედრობითი სქესის სიტყვებთან. და აი ამ ფრაზის სათქმელადაც გამოგვადგება, ეხლა ვეკითხოთ, როდესაც გამოვიყენებთ სიტყვებს, მაგალითად, მყავს ერთი ვაჟიშვილი და ერთი ქალიშვილი, თუ ამგვარად მინდა ვთქვა, ჩემი შვილების დასახელება, ანუ ასე მინდა, მე მაგალითად მყავს ერთი ვაჟი, ერთი ქალი, ამიტომ როდესაც ვამბობ, ვთქვათ, ბერძენთან რომ მყავს ორი შვილი, ვამბობ ხოლმე έχω δύο παιδιά, έναν γιο, ანუ ერთი ვაჟიშვილი მყავს, έχω έναν γιο და ერთი ქალიშვილი, μία კორი. ο γιος არის მამრობითი სქესის სიტყვა. η კორი არის მდედრობითი სქესის სიტყვა. ο γιος ნიშნავს ვაჟიშვილი, η კორი ქალიშვილი. როდესაც მე გამოვიყენებ ზმნას έχω ყავს ან მაქვს ბერძნულ ენაში, ამ ზმნის შემდეგ არსებითი სახელი უნდა ჩავსვა უკვე ირ ბრუნვაში, რომელსაც ბერძნულში ქვია ეტიატიკი. ჩვენ ამ ბრუნვაზე ჯერ არ ქონია არასდროს საუბარი, მაგრამ უნდა დავიმახსოვროთ, რომ ზმნა ეხო მის შემდეგ მოითხოვს ამ ბრუნვის გამოყენებას. ანუ ეხოს შემდეგ სახელობითში არსებით სახელს არ გამოვიყენებთ. მყავს ვინ კი ვამბობთ ჩვენ ქართულში და ვინ ჟღერს როგორც არსებითი სახელის სახელობითი ბრუნვის კითხვა. მაგრამ ბერძნულში ითხოვს, ბერძნული ენა ითხოვს, რომ ეხოს შემდეგ არსებითი სახელი ჩავსვათ ეტიატიკში, ანუ ირიბ ბრუნვაში. ამიტომაც იცვლება ეს სიტყვა ამგვარად, სიტყვა ο γιος ხდება ეხო τον γιο, ან ერთი თუ მინდა ვთქვა, έχω έναν γιο. εντάξει, მე მგონი გასაგებად თქვი. და როდესაც ვამბობ, მყავს ერთი ქალიშვილი, ვინაიდან კორი, ი კორი არის მდედრობითი სქესის სიტყვა, მის წინ, ანუ ამ შემთხვევაში უკვე გამოვიყენებთ არტიკლს მია.
და რიცხვით სახელი, როდესაც ერთი მინდა დავასახელო, არტიკლი მია და რიცხვით სახელი მია ერთი და იგივენაირად ჟღერს, ხო, ერთი და იგივეა და ამ შემთხვევაში ვიტყვი ეხო მია კორი. ანუ კიდევ ერთხელ რომ თქვა რომ ყავს ერთი ვაჟიშვილი და ერთი ქალიშვილი, ვიტყვი შემდეგნაირად. ეხო ენან იო και μία κόρη. Έχω έναν γιο και μία κόρη. Თუ ორი მყავს, ორ-ორი, მაშინ ვიტყვი έχω δύο γιους και δύο κόρες. Δύο γιους και δύο კორეს. ეხლა მივედით უკვე 3-მდე და შემდეგ უკვე 4-მდე და როგორც გითხარით, რიცხვით სახელებს 3-სა და 4-ს ბერძნულში აქვთ ორ-ორი ფორმა. განსხვავებული ფორმა აქვთ მდედრობითი მამრობითისთვის და განსხვავებული აქვთ საშუალოსთვის. აი აქ უკვე მამრობითისთვის და მდედრობითისთვის, როდესაც მე ვამბობ რომ ყავს ვთქვათ 3 ვაჟიშვილი და 3 ქალიშვილი, უკვე ვიტყვი შემდეგნაირად. ეხო tris და არა tria, tris γιους και 3 κόρες. Έχω 3 γιους και 3 κόρες. Έχω 4 γιους και 4 კორეს. დანარჩენ რიცხვით სახელებთან ჩვეულებრივად იქნება 5 γιους, 5 კორეს, 6 γιους, 6 კორეს და ასე შემდეგ. მოდით კიდევ ერთხელ ჩამოვყალიბებ ამ ყველაფერს. ანუ έχεις παιδιά? Αν έχετε παιδιά? Ναι, έχω παιδιά. Όχι, δεν έχω παιδιά. Თუ έχω παιδιά, ანუ მყავს შვილები, მაშინ ναι, έχω παιδιά. Έχω ένα αγόρι και ένα κορίτσι. Έχω 2 αγόρια, 2 κορίτσια. Έχω 3 αγόρια, 3 κορίτσια, 4 αγόρια, 4 κορίτσια, 5 αγόρια, 5 κορίτσια და ასე შემდეგ. ხოლო თუ ვამბობ რომ მყავს ერთი ვაჟიშვილი და ერთი ქალიშვილი და ასე შემდეგ, ვიტყვი შემდეგნაირად. Έχω έναν γιο και μία κόρη. Έχω 2 γιους και 3 2 κόρες. Καταβαίνει 3-ზე ხელად. დავბრუნდი ისევ. Έχω 2 γιους και 2 κόρες. Έχω 3 γιους και 3 κόρες. Έχω 4 γιους και 4 κόρες. Έχω 5 γιους και 5 κόρες. Έχω 6 γιους και 6 კორეს და ასე შემდეგ. აი ეს იყო სულ, იმედია რომ გამოგადგებათ ეს ვიდეო ჩანაწერი. მადლობა მოსმენისთვის, გააზიარეთ ვიდეო. გაწევრიანდით ჯგუფში Facebook-ზე, TikTok-ი ვისაც გაქვთ გამოიწერეთ TikTok-ზე, YouTube-ზე ასევე იპოვით ჩემს არხს. ვისაც გსურთ მომზადება, მომართეთ Facebook-ზე, იქ უფრო მიმარტივდება, გაკვეთილებს ვატარებ ხოლმე ძირითადად მესენჯერით. და შეგიძლიათ მიპოვოთ YouTube-ზე მზია გურეშიძის სახელით, ინგლისური ასოებით, ლათინური ანუ ნიშნებით ჩაწერთ და ამგვარად მიპოვით. გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე. ადიო, იასას.